შენიშვნა კიდე მეოთხე. შენიშვნა კიდე 4. ანუ ადამიანი რასაც ხარჯავს დროს, სადაც რაზეც ფიქრობს, რაზეც ხარჯავს დროს, იქით მიდის იმისი ენერგია, იქით მიდის იმისი ყურადღება, ანუ ენერგია. სადაც რაზეც ხარჯავს დროს, ყურადღებას, იქით მიდის ადამიანის ენერგია საერთოდ. ეხლა დაუშვათ სახლში ვარ, ხო? სახლში ჩემი ყურადღება საით მიდის? რაზე ვხარჯავ დროს? ყველა სახლში როცა არის, სახლში იმაზე ხარჯავენ დროს, რა დაალაგონ, საჭმელი გააკეთონ, რაღაცა გაასუფთავონ, რაღაცა სახლში ვინები არიან, ბავშვებს მიხედონ, ხო, რაღაც. ეხლა უყურე გარეთ რო არის ადამიანი, რაზე ხარჯავს დროს? უაზრობაზე, თუ გაისერნა და დაისვენა, კაია, თუ ხაოსში მოხვდა, ხაოსში და ბაზარში რო გავიდა, რაზე დახარჯა დრო ამ ბაზარზე. სამსახურში ადამიანი რაზე ხარჯავს დროს? ამ სამსახურში, ხალხზე ხარჯავს დროს, ან სამსახურზე, ხო რა, ხალხზე, ერთმანეთზე, თანამშრომლები ერთმანეთზე, სამსახურზე, ხალხზე, კლიენტებზე ხარჯავენ ამ დროსა და ყურადღებას, სადაც დრო და ყურადღება მიდის, იქით მიდის ენერგიები საერთოდ. ამიტომ ადამიანმა ყველაზე რა ქვია, ენერგიები რომ შეინარჩუნოს ადამიანმა ყოველთვის და იყოს, არ დააზომბირონ საერთოდ, არც გარეთ, არც შიგნით, არც სამსახურში, არც რაღაცას, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დისტანციურად, ნეიტრალურად. არ უნდა იყოს ემოციებში, არ უნდა იყოს, ეხლა მეც ვიცი ხოლმე ემოციები და რაღაცეები და მე ენერგიები აღარა მაქვს. მე ვეღარც ვლაპარაკობ, ვეღარც და სახლში მოვდივარ გამოშტერებული. როცა წყნარათა ვარ, როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს საქმეზე ვარ გადართული და სხვის პრობლემებს არ უსმენ, სხვის ნეგატივობას არ უსმენ, სხვის იმას რაღაცა დისტრუქციებს არ უსმენ და არ მაინტერესებს არავისი დისტრუქციები, მე ჩემი დისტრუქციები კი არა, მე ჩემი პრობლემები აქვს და ყველამ თავისი პრობლემებს მიხედოს და გამოასწოროს, ხო, ელემენტარული, ხო? როცა ვარ წყნარად, ბევრი ენერგიები მაქვს მაგალითად. მე გადმომაქვს, შემოვედი ეხლა ქუჩიდან, ხო, სახლში შემოვედი, ხო? მე ვიძახი, რომ ჩემ времени ლინიების რო არ დაირღვეს, ქუჩიდან სახლი, სახლიდან ქუჩაში, სახლიდან სკოლაში, სკოლიდან სამსახურში, სამსახურიდან იქა, ხო? ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს საიდანაც გამორთვა, ატკლუჩად გამოითიშოს იქიდან სახლში ვახლა, всё, ატკლუჩ ჩაეცა ეს ქუჩა, ატკლუჩ ჩაეცა, მაღაზია, ატკლუჩ ჩაეცა. ეხლა მე გადმოვდივარ, ეს ამა გასაკეთებელი, ეხლა ამაზე უნდა ვიფიქრო, всё, მე არა ვფიქრობ. ეხლა ცოტა არ იყოს სახლშიც კიდე სამსახურზე ფიქრობენ. ბევრი არის ესეთი, რომ სახლშიც კიდე სამსახურზე ფიქრობენ. სამსახურში არიან, სახლზე ფიქრობენ. არის ადამიანი, რომ ერთდროულად 1000 რაღაცას ფიქრობს. ამიტომ უნდა ეცადოს ადამიანმა ეს ენერგეტიკულად რომ არ დააზომბიროს თავისი თავი ადამიანმა, არის ბევრ რაღაცებზე ფიქრობენ ადამიანი, ბავშვები, სახლი, ქმარი, სკოლა, ესა და ყველაფერზე ერთად აფიქრობენ, ხო, მაღაზია, ვაჭრობა, სამსახური, რაღაცა თანამშრომლები ისენი რო არ დაზომბირდეს ადამიანი აი ურთიერთობებიდან, დროებიდან, времени ლინიებიდან ცოტა გამორთვა უნდა იცოდეს, უნდა გაეთიშოს ადამიანი ამ ურთიერთობებს, ამ времени ლინიებს და უნდა თქვას, რომ всё, ეხლა აქ დგება ზალატოი ტრაფი არის თუ ფილტრები, მე მაგალითად ეხლა ეს გასაკეთებელი, ამაზე უნდა ვიფიქრო, всё. და ესე ნელა-ნელა ენერგიები შეინარჩუნოს ადამიანმა. და რასაც ქვია მედიტაცია, რასაც ქვია საერთოდ თლიანად გათიშვა. მთლიანად რა ქვია, მთლიანად დასვენება. აი როგორც ძილი იძინებს ადამიანი და всё, გაითიშა ტვინი. ის ხედავს რაღაცა სიზმრებია, რაღაცა ის არის, ეს არის რაღაცას
ხედავს, მაგრამ სიზმრების დროსაც კიდე ძილის წინაც უნდა გაითიშ უნდა თქვას ადამიანმა, რომ მე ატკულუჩაიუს რა ქვია, სხვადასხვა დაუშვათ მატერიალური ურთიერთობებიდან, მატერიალური ურთიერთობები რა არის? საყოფაცხოვრებო ურთიერთობებიდან. საყოფაცხოვრებო ურთიერთობები რა არის? აი ის რომ უნდა გამეკეთებინა, ის რომ უნდა სამსახურში რომ ვიყავი, ქუჩაში რომ ვიყავი, ან ხვალე რომ უნდა წავიდე, ან всё ატკულუჩავის ამებიდან მე ხლა უნდა დავასვენო ჩემი ტვინი, ჩემი ჩაკრები, ჩემი ენერგიები უნდა დავასვენო. всё რო გათენდება ხვალე, ხვალე ნელა რიგრიგობით უნდა დაალაგოს ადამიანმა, რიგრიგობით რა ქვია, დაალაგოს ეს დრო, აი ამ დროს ამას გავაკეთებ, ან ცოტა 5 წუთით ადრე, ან ცოტა 5 წუთით გვიან. თან შეცვალოს ყოველდღიურად ვიბრაციები, თავისი ვიბრაციების პაროლები შეცვალოს, რომ გადის შემოდის თქვას, რომ სტერავის ლედებს, ატპეჩატკებს, ანა ბეჭდებს, რა ქვია, ზლონიკა გნეზაходи, ზლოტოლკა ატკულუჩაიცა, აბნუნაიცა, всё, იქ ავიძალები, ავირაღაცები, აბნუნაიცა, ატკულუჩაიცა, ატმინა გასრედით, ჩემ გავშორს ყველა სახის ავისულები, ავიძალები, ატკულუჩაიცა, ატმინა, სოლნიჩნი ლუჩებით ამივაიოს, წმინდა წყლის პატოკებით ამივაიოს, იოდის პატოკებით ამივაიოს. ხო, აი ეს არის ეს რა ქვია, დროის ფასი. დროის ფასს რასაც ეძახიან, რომ რემენი ლინიები არ დაირღვეს და ეს არის, რა ქვია, ენერგიების ფასიც. რომ ადამიანმა თავის ყველაფერზე ერთდროულად არ იფიქროს, სახში ვარ, გარეთ, აი ესე დალაგებულად ყველაფერი, ეს უნდა წავიკითხო, ეს უნდა ვისწავლო. всё, ეს ვისწავლე თუ ვერ ვისწავლე, всё ამას ვკეცავ, მე ვხურავ, ამიდან ატკულუჩაიუს, ვითიშები ამას, ეხლა მე მეორე რაღაცა გასაკეთებელი. ხო, ან ვაფშე არ უნდა გავაკეთო არაფერი, მედიტა უნდა დავისვენო, ტვინი დავასვენო, ყველაფრისაგან უნდა გავითიშო და წავიდე მედიტაციებში. და წავიდე ლოცვებში და წავიდე დაუშვათ სამა ისცელენიებში, სამა განკურნებებში, ისცელაეცა ჩემი ორგანიზმი, ისცელაეცა ჩემი ხელები, ფეხები, ვენები, სისხლი, ხორცი, ნასიშავი, სამივავის ისცელავის, ზალატოვი, ტრაფიალეტოვი, პატოკებით, ჩერეს ფილტრებით, პატოკებზეც კიდე შეიძლება რაღაცა манипуляция გააკეთო. ამიტომ უნდა თქვას ადამიანმა, ჩემი პატოკები დაუბლოკველია, ვერავინ ვერ დამიბლოკავს მე ჩემს პატოკებსა და ჟიზნინიეს სილებს და ჩემ პატოკებს ვიღებ без падმენები და без манипуляტორები და без კრადნიკები. ჩემი პატოკები მოდის ჩემთან აჯერმე ჯამთე ჯასაღი აღდგენილი სახით, без падმენები და без ვამპირები და без манипуляტორები და без დაგაურები. რასტორო დაგაურებს, აბნუნავი დაგაურებს, ყოველდღე უნდა თქვას ადამიანმა ნაცნობი, უცნობი, აქაური, იქაური, მირმეჟ, მირიული, ეფირული, ასტრალური, კოსმიური დაგაურებს, აბნულაიუს ავსემი. დღეს ვისთანაც მქონა ურთიერთობა, ყველასთან აბნულაიუს დაგაურებს, всё. სახელმწიფო თანამშრომლებთან მქონა ურთიერთობა, თუ კერძო პირებთან მქონა ურთიერთობა, თუ კლიენტ პირებთან, იმ პირებთან თუ ამ პირებთან თუ ესა, ყველასთან აბნულაიუს დაგაურებს, всё. ვაზრაშავით ჩემს ენერგიებს, თქვენი ენერგიები წაიღეთ. და всё, ურთიერთობები კი გრძელდება, ხვალა ზეგაც, მასზეგაც, მაგრამ ატკულუჩაიუს, ატავს სუდუ, ატავს ეხ ატკულუჩაიუს დაგაურებს რასტარ ყველასთან და ენერგიებზე და ენერგოინფორმაციურ კანალებზე ჯდება ზალატოვი, ტრაფიალეტოვი ფილტრები, ეს მატერიალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მატერიალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში რო არ დაირღვეს რემენიე ნილიები. ადამიანი თუ ფიქრობს სულ წარსულზე, ან სულ იმაზე, რომ რა ქვია, წარსულში მიდის ადამიანის ენერგიები. ადამიანი თუ ფიქრობს სულ მომავალზე, მომავალში მიდის იმისი ენერგიები. მომავალზე უნდა იფიქროს ადამიანმა კარგად, აი მაგალითად, მომავალზე არ უნდა იფიქროს, ზესისიჩას, მომენტეს ზესისიჩას უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ რემენიე ლინიები არ დაირღვეს. მაგალითად მომავალზე მინდა მანქანა ვიყიდო, ან მომავალზე მინდა კაი ტელეფონი ვიყიდო, ან მომავალზე მინდა კაი სამსახური დავიწყო, ხო? უნდა იფიქროს ადამიანმა ისე, რომ მე მომავალში
მაქვს, კაი სამსახური მაქვს, ვიყიდე, კაი მანქანა ვიყიდე, ვითომ უკვე იყიდე ის რაღაცა, კაი მანქანა. без პადმენები და без ვამპირობები და სულ იმაზე არ უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ აი მომავალში რაღაცა უნდა ესე უნდა ვქნა, ისე უნდა ვქნა, ისე ღმერთმა ყველასხელი მომართოს, მაგრამ ჩვენი ენერგიები იპანტება ესე. და ენერგიები დრო იკარგება, ენერგიები времени ლინიების დარღვევა მიდის და ყურადღების გაფანტვა მიდის. დაგეგმო კაია, მაგრამ უნდა დაიგეგმოს ადამიანმა, რომ აი ტელეფონი უნდა ვიყიდო, ხო, ტელეფონი ვიყიდე უკვე. მაგალითად სახლი უნდა ვიყიდო, ხო, სახლი ვიყიდე. სახლი მაქვს, მე სახლი მაქვს. ერთ ოთახი არ მინდა, ორ ოთახი არ მინდა, დაში მინდა, იქ მინდა თუ იქ მე სახლი მაქვს, აღარ ვდარდო პამაზე. ხელფასი უნდა ავიღო, ხო და ფიქრობ ეხლა ამ ხელფასის აღებას მე როგორ დავხარჯავ, როგორ ისა. всё, დაახლოებით ვიცი როგორ დავხარჯავ, всё, ავიღე ხელფასი, მე ეს ხელფასი მაქვს, უნდა თქვას ადამიანმა, всё, ამაზე აღარ უნდა იფიქროს მეტი. დაუშვათ წარსულში ეხლა ვიღაცაზე ტირის, ვიღაცაზე ჯავრობს, ვიღაცაზე დარდობს, ხო? ვიტირე უკვე წარსულში ეს, всё, აღარ მაინტერესებს ეს უკვე იყო, ის ვეღარ მომერევა. ვეღარ მოშორებულია ის, უკვე წავიდა ის ჩემგან, всё, აღარ არის ის მოვშორდით უკვე ერთმანეთს, всё. აი ესე უნდა იმას აქნა, დარდები და ჯავრები და ვარამები არ არის, წარსულში მიდის ენერგიები. და უნდა იფიქროს ანუ წარსულის, მომავლისა და დღევანდელი დღის ენერგიები ადამიანმა უნდა დაიცვას, ასე ვთქვათ, რაღაცა რამკებში. დისტანციურად რამკებში კი არა, რამკებში და ჩაიკეტე და დაიბლოკე თავი მეთქი კი არა და რაღაც სფეროებში კი არა, იმ დისტანციებში კი არა და იმეებში, რამკებშიც არა. მიხვდებით თქვენ თვითონ რა რაღაცა, აი მომენტებში უნდა ჩასვას ადამიანს, ეს უკვე იყო, всё, გავიაზრე, რომ ეს უკვე იყო. ის მომშორდა, ის ვეღარ მომერევა, მე გავძლიერდი, მე ძლიერი ვარ. რაღაცა ეს უნდა შეცვალოს, გადაატრანსფორმიროს ასიკეთოთ. ან მანქანა მინდა, ხო, ან ხვალე კარგად ვიქნები. აი, всё, რაღაცა ისეთ სიტუაციებში ჩასვას. ეს თავისი მომავალი საწყოს და დღევანდელი დღეც, რომ გონება და ყურადღება ძალიან არ გაიფანტოს ადამიანს. აი დრო, ენერგია, ყურადღება ტყუილად არ უნდა დაკარგოს ადამიანმა არაფერზე. არც ჭორაობაზე, არც რა ქვია დარდებზე, არც ვარამებზე, არც ხვალე ის სამსახური. კარგად იქნება სამსახურში ყველაფერი, всё. უნდა კარგად იყოს სამსახურში ყველაფერი. აი დროს რაზე ხარჯავსა და ვითომ გართობა. გართობის დროსაც კიდე ნორმები უნდა დაიცვას ადამიანმა, ნორმების პარგლებში. გართობის დროს ძალიან ბევრი ენერგიები იხარჯება. გართობის დროს, ძალიან დალევის დროს, გართობის დროს ძალიან ბევრი ენერგიები იხარჯება და ყურადღება იფანტება უაზრობაში. ვითომ ხახახა რა და გაგახსენდებათ, რომ ესე ვიყო და ისე იყო და ძალიან ბევრი ენერგიები იხარჯება გართობის დროს, უაზრო გართობა კიდე არ არის კარგი. ესეც კიდე ნორმალურ ფარგლებში უნდა იყოს. всё, ერთხელ გაიცინებს, всё, გაჩერდი, всё. მთელი ღამე ხო არ უნდა იცინო ადამიანმა, მთელი სიბრაზეც კიდე ნორმის ფარგლებში ერთხელ მისცემ ადამიანს შენიშნავს, всё, გაიგო, არ გაიგო დაანებეთ თავი. ხო არ უნდა ეჩხუბო, კი ეხლა მეც მიჩხუბია, დილამდე მიჩხუბია, ღამემდე მიჩხუბია, ყველაფერი, მაგრამ არ არის კარგი. ეს ენერგიები იხარჯება, ყურადღება იხარჯება და времени ლინიები ირღვევა. всё, ეს მინდოდა მე თქვა დროზე და დროს და ყურადღებას. კინოებს რო უყურებს ადამიანი კიდე საათობით, 1 კინო, 2 კინო, 3 კინო, 4 კინო, 5 კინო, მეც მიყურები ამ სერიალებისა და კინოებისაც. აქაც თურმე არ ვარ ვიღაცის რაღაცა გადაღებულ რაღაცას უყურებ, ხარჯავ ჩემს ენერგიას, ჩემ ყურადღებას და ჩემი ისა და რაში ვხარჯავ დროს? რაში ვხარჯავ დროს? აი რაში ხარჯავს ადამიანი დროს? კი ეხლა კომედი შოუს უყურე, მაგრამ ესეც რაღაცა 1.5 საათი შეიძლება უყურო, всё, დამთავრდა ამით.
აი ესე რომ რაღაცა ნორმებში უნდა ჩასვას ადამიანმა თავისი მატერიალური ურთიერთობები, ცხოვრებისეული ურთიერთობები, ჩინაური, გარეული, სამსახურებრივი ურთიერთობებიც და ყველა ურთიერთობები, გართობის ურთიერთობებიც კიდე რაღაცა რამკებში უნდა ჩასვას. ზომებში, რამკებში კი არა, ზომებში, ნორმებში, ფარგლებში, რაღაცა ფარგლებში უნდა ჩასვას. და უნდა თქვას, რომ მე მემსახურება, აი კინოს უყურებ ხო, კომედიას უყურებ ხო, მე ეს მომენტალურად მემსახურება ჩემთვის ვაბლაგა, თუ ჩემთვის ვაბლაგა არ არის, ატკული ჩაეცა ატმინე პადალში. მე მაგალითად უყურებდი ერთ გადაცემას უყურებდი, რომელიც მომწონდა. ძალიან კაი გადაცემა იყო ეს კომედი შოუ იყო რაღაცა და მომწონდა, შევდიოდი ამ საიტზე და უსმენდი ხოლმე ხანდახან დაღლილი რომ მოვდიოდი, ცოტა ისა ვერთობოდი ამით. ერთხელ თქვი ეს რომ მე ამას უყურებ, ამ გადაცემას უყურებ, ჩემთვის ვაბლაგა ბეზრე და თუ ჩემთვის ეს ცუდია, მომენტანა ატკული ჩაეცა ატმინე, ერთხელ თქვი, ორჯერ თქვი, ყველაფერი ნეგატივები, დისტრუქციები, თუ ცუდია ეს გადაცემა, ატკული ჩაეცა აბნუნეცა ატმინე. ერთხელ უყურე ამ გადაცემას, ორჯერ მესამეჯერ უკვე აღარც მომინდა ამ გადაცემის ყურება. არ მომინდა ამ გადაცემის ყურება, всё. აღარც შევედი, აღარც უყურებ, რაღაცნაირად სხვა გადაცემებს უყურებ. რავი, ძალიან ბევრი გადაცემები, კომედი გადაცემებიც, აი ისეთ ყველა გადაცემას უყურებ, რომელ საიტზე შევძველ, ყველა საიტზე ვამბობ, რომ ამ საიტს უყურებ, ჩემთვის ვაბლაგა, თუ ამ საიტზე, ჩერეზ ამ საიტით რამე ცუდია, ნეგატიურია, მომენტანა ატკული ჩაეცა ატმინა. რა ვიცი, დარჩა ერთი 10-15 საიტი, რომელსაც უყურებ, სხვა საიტებს უკვე ვეღარ უყურებ, აღარ შევდივარ. მე თვითონ აღარ მინდა რომ იქ შევიდე. ეს არის წინად გრძნობა, რომელიც გამოიმუშავებს ამ წინად გრძნობას ჩვენი სული, ჩვენი საზნანია. ინსტინქტებს გამოიმუშავებს ნერვები, მაგრამ წინად გრძნობებს გამოიმუშავებს ჩვენი საზნანი, იმუნიტეტს გამოიმუშავებს ჩვენი სისხლი, ხორცი, ნერვები და ნეიროსტრუქტურები.